კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. მე ვარ გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორი. და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ გრაფიკულ დიზაინზე. რადგან ბევრი გრაფიკოს დიზაინერი არის, რაც გამოკითხვაში ვნახეთ, ვეცდები რომ საკმაოდ ისე კომპაქტურად გავიარო ეს კლასიკურად ჩემი პრეზენტაცია. და ხო, პრეზენტაციას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი რომ შესაძლოა ზოგიერთებს არ აქვთ, ასე ვთქვათ, არც კავშირი ამ სფეროსთან, ამიტომაც დავიწყებ ჯერჯერობით პრეზენტაციით და შემდეგ მალევე დავიწყებთ პოსტერის აწყობას, გაჩვენებთ უკვე პროცესს, როგორ ვაწყობთ დიზაინს ნულიდან. Okay. ესე იგი, ლითი დავიწყოთ. წესით გაზიარდეთ ჩემი მონიტორი და ნახოთ ჩვენი პრეზენტაცია. ხო. პარალელურად კითხვებიც დამისვით ხოლმე, არ არის აუცილებელი რომ მარტო მონოლოგი იყოს, როგორც ყოველთვის, თუ რამე კითხვები ექნებათ, უბრალოდ პროცესში დასვით ხოლმე. დავიწყოთ მთავარი საკითხით, რა არის გრაფიკული დიზაინი, რისთვის არის გრაფიკული დიზაინი და ესე იგი, რა არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ფუნქცია მოვალეობა. ხო. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მოსაზრება არის გრაფიკულ დიზაინზე, ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება მარტო სოციალ პოსტერებს აკეთებს გრაფიკოს დიზაინერი, ზოგი ფიქრობს, რომ მარტო ლოგოტიპს აკეთებს ან ასე შემდეგ. ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი სიმართლეც არის, თუმცა ცოტა შორიდან რომ შევხედოთ გრაფიკულ დიზაინს, ეს არის ვიზუალური კომუნიკაცია. ხო, და ზუსტად ვიზუალურ კომუნიკაციაზე იქნება, ასე ვთქვათ, ყურადღება მთელი ჩვენი კურსის განმავლობაში. რადგან ჩვენი მიზანი არის სწორად დავამყაროთ ვიზუალური კომუნიკაცია გრაფიკული ელემენტების დახმარებით. ხო, აი ეს ალბათ შინაარსი და ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვიცოდეთ გრაფიკულ დიზაინზე. ხო, ამ პროცესში ესე იგი ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა საჭირო ხელსაწყო, ხელსაწყოებში ცოტა დეტალურად ვილაპარაკოთ ცოტა ხანში, რომ ასე ვთქვათ, სწორი, ასე ვთქვათ, მესეჯი მივცეთ სწორ აუდიტორიას. ხო, აქ ეს პატარა ჩაშლა, განმარტება ჩვენი სტყვის, ინფორმაციის, იდეების და ემოციების გამოცემის პროცესი არის ვიზუალური ელემენტების გამოყენებით. ესე იგი, ხშირად ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ხოლმე სურვილი კიდევაც, რომ რაღაცნაირად დავაკავშიროთ გრაფიკული დიზაინი ხელოვნებასთან და რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ არის კიდევაც კავშირში, თუმცა ხელოვნებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ყოველთვის მიზანი, ჩვენ ვიცით რა აუდიტორიასთან გვაქვს საქმე და გვსურს კონკრეტული ხასიათის, კონკრეტული მესეჯის და სათქმელის გადაცემა კონკრეტულ აუდიტორიაზე. ხო, ამიტომაც ფაქტობრივად ჩვენ ვცდილობთ, რომ კომერციულ მხარეს ვუყურებთ გრაფიკულ დიზაინში. ხო, ესე იგი, რაც ხება ვიზუალურ კომუნიკაციას, უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ვიზუალური კომუნიკაცია არ არის რამე ახალი, შეიძლება ჩავთვალოთ თუნდაც აი ეს კედლის გამოქვაბულის ნახატები, როგორც ვიზუალური კომუნიკაციის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება. შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაიხვეწა, ანუ დამწერლობებით და ასე შემდეგ, ჯერ ხელით იწერებოდა, შემდეგ უკვე დასაბეჭდი მასალაც შეიქმნა, უკვე ასე ვთქვათ, ხო, მრავალგვერდიანი საბეჭდი ხელსაწყოებით შეიქმნა და ეს ყველაფერი მოკლედ გამარტივდა ეს პროცესი. კლასიკური ტრადიციული ხელსაწყოებიდან ეს ყველაფერი უკვე გადავიდა ციფრულ სფეროში. ზუსტად აი აქ არის უკვე ჩვენი დღევანდელი რეალობა, სადაც უკვე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უბრალოდ ლეპტოპში, მაუსი და მონიტორი გვჭირდება მარტო ამ ყველაფერისთვის. რაც საკმაოდ კომფორტულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად დროსაც ზოგავთ და პროცესი ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ახლა ყველა ის ხელსაწყო, რაც შეიძლება გამოვიყენოთ კლასიკურ თუნდაც ხატვაში, თუნდაც ხო, პოსტერის შექმნაშიც კი, ხო? ახლა ამის აკეთება შეგვიძლია როგორ ვთქვა, იგივენაირად და უკეთესადაც კი, იმიტომ რომ ეს ყველა ეს ხელსაწყო, ყველა კლასიკური ფიზიკური ხელსაწყო რაც უკვე გვაქვს ამ ფოტორედაქტორებში. ხო, რაც ხება რედაქტორებს არის მარტივად რომ დავყოთ. ორი ძირითადი კატეგორია არის, ესე იგი, რასტრული და ვექტორული. რასტრული, ესე იგი, ჩვენ სურათებთან ვმუშაობთ,
და ვექტორული არის ვექტორულ ობიექტებთან. ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად გეტყვით. უბრალოდ მარტივად რომ დაიმახსოვროთ, ესე იგი რასტრული არის პიქსელები და ვექტორული კიდევ არის გეომეტრიული ფორმებით აწყობილი ვიზუალები, ილუსტრაციები და ასე შემდეგ. ესე იგი, როდის დაგვრჩება Photoshop-ი. Photoshop-ი ჩვენ გვჭირდება სურათების დასარედაქტირებლად, პოსტერების შესაქმნელად და ასევე ციფრული ხაროც ერთ-ერთი არის, რაც შეგიძლიათ ყველაფერი გამოიყენოთ. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველა კლასიკური ხელსაწყო, ფუნჯები, საღებავები და ასე შემდეგ არის Photoshop-ში. ხო, ხშირ შემთხვევაში სურათებთან მოგვიწევს მუშაობა, მათი გაუმჯობესება მოგვიწევს, იმიტომ რომ დამკვეთს ხშირ შემთხვევაში არ აქვს პროფესიონალური ასე ვთქვათ გადაღებული სურათები და ამიტომ მოგვიწევს უბრალოდ რაღაც შეიძლება თუნდაც ტელეფონით გადაღებული სურათის დამუშავება იმ დონემდე რომ იყოს უკვე ლამაზი და კარგად აღქმადი. ხო. ესაც ხდება Photoshop-ს, ალბათ ბევრს გაიგიათ უფრო მეტად Photoshop-ი. ილუსტრატორი განსხვავდება ჩვენ გვაქვს უფრო ასე ვთქვათ გეომეტრიული და უფრო მარტივი ფორმები. პოსტერებს ვქმნით просто აქაც შეიძლება პოსტერების შექმნა უბრალოდ აი ასე წარმოიდგინეთ რომ Photoshop-ში თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად დეტალური, უფრო გრადაციული ვიზუალების შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ სურათებს ვამუშავებთ Photoshop-ში, თუმცა ხარისხი არის დამოკიდებული ამ სურათის ზომაზე. ილუსტრატორში ჩვენ ასე ვთქვათ, თუნდაც დაბალი ფორმატის ვიზუალი რომ შევქმნათ, ჩვენ შეგვიძლია გავწოვოთ ეს ვიზუალი ზომაში და ხარისხი არ დაიკლებს. მარტივად რომ ვთქვათ, ხო, ეს უფრო მეტად გამოსადეგი არის ლოგოტიპებისთვის, მარტივი ილუსტრაციებისთვის, აქაც რა თქმა უნდა იქნება ილუსტრაციები, უბრალოდ უფრო მარტივი სტილი არის ამ შემთხვევაში შესაფერისი. ნუ, ხო, ტიპოგრაფიაც და პრინტიც აქ იქნება. და მესამე პროგრამა ეს არის InDesign-ი. InDesign-ს ვიყენებთ მრავალ გვერდიანი დასაბეჭდი მასალისთვის. ანუ წინა ორ პროგრამას თუ შეგიძლიათ სადოთ გაკეთება, მაგრამ ძალიან რთული იქნება, რომ ფაილები დამძიმდება. InDesign-ში კიდევ თვითონ ის პროგრამა არის აწყობილი, რომ ასე ვთქვათ, არ არის გაათვირთული ეს პროგრამა, ყველა ის ფაილი და ხო, მასალა არის დალინკული ამ პროგრამაზე, ამიტომაც არაფერი არ ჭედავს და მრავალგვერდიან მასალასთან მუშაობა ძალიან კარგი არის. ესეც ერთ-ერთი არის იმ პროგრამებიდან, რასაც ჩვენ კურსზე გავივლით. თუმცა დამიჯერეთ, როცა იცით Photoshop-ი და ილუსტრატორი კარგად, InDesign-ს გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად ისწავლით. ხო, ესე იგი, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ჩვენი კურსის მიზანი, ეს არის გავეცნოთ ესე იგი გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს, რომ გქონდეს ასე ვთქვათ მყარი საწყისი ცოდნა, იმის რომ შევქმნათ ვიზუალები, იმის რომ არ დაუშვათ ასე ვთქვათ მარტივი შეცდომები, ხო, აი რისი უბრალოდ დაშვებაც ალბათ მხოლოდ დამწყებს ახასიათებს. უნდა შევისწავლოთ ყველა საჭირო ხელსაწყო, ნახეთ საჭიროს ხას უსვამ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელსაწყო არის ამ პროგრამაში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ ხელსაწყოების ალბათ ნახევარი მხოლოდ ერთ გამოყენებაზე, ოკეი? ანუ ხო, შეიძლება მეტი დრო დავუხმოთ ხელსაწყოებს რაღაც წლების განმავლობაში და ყველა ხელსაწყო შეისწავლოთ, თუმცა არ ამგონი რომ ყველა გამოიყენოთ პრაქტიკულად ერთდროულად, უბრალოდ არ გჭირდებათ. ხო, და ნუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, გვაქვს იგი როგორც თეორიის და ტექნიკური ნაწილის ცოდნა იმისთვის, რომ საბოლოოდ შევქმნათ ნებისმიერი მასალა, ოკეი? ეს იქნება თუნდაც პოსტერის ვიზუალი, ხო, სოციალმედია პოსტერი, ან ნებისმიერი დასაბეჭდი მასალა, ანუ უბრალოდ ნებისმიერი ასეთი დავალებისთვის ვიქნებით მზად. ხო, აქ მაქვს ჩემი ნამუშევრების კრებული, სადაც ასევე, ნუ, როგორ არის მუშაობ Photoshop-ში ძირითადად, თუმცა რაღაც დეტალებს ილუსტრატორში ვამუშავებ ხოლმე. ნუ, განსხვავდება, რა თქმა უნდა, ის შემთხვევა, როცა ლოგოტიპზე ვმუშაობ, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ილუსტრატორში ვაწყობთ ყველაფერს. ან ზოგჯერ უბრალოდ მუშაობთ ამ ყველაფერზე კომბინირებულად. კურსი მექანიკსობა, როდისება და რაღაც. ოკეი. ოკეის გარეშე შეიძლება, არ შეიძლება ოკეის გარეშე. ჩემი ჩვევა არის მეგობრებო. უნდა შეეჩვიოთ, კურსიც იქნება ბევრი ოკეი. ოკეი, ესე იგი. მოდით გადავიდეთ უკვე პროცესზე.
ავაწყოთ დიზაინი. Ну, ხო, პირველ რიგში ესე იგი, რაც ჩვენ ვხსნით Photoshop-ს, ჩვენ უნდა შევქმნათ კონკრეტული ფაილის ზომა. კლასიკური, ასე ვთქვათ, ფორმატის ზომა არის 1080 პიქსელზე, თუმცა გამონაკლისებიც არის ხოლმე, შეგიძლიათ ხოლმე მაგალითად ნახოთ უბრალოდ live-ში, დაგუგლოთ ფორმატები, რაც აქვს იმ ვებსაიტს, რომელზეც აპირებთ თქვენი ნამუშევრის განთავსებას, იმიტომ რომ მაგალითად ახლა შეიძლება Behance-ზე სრულად სხვა ზომა იყოს სტანდარტული და მაგალითად Facebook-ზე ან Dribbble-ზე კიდევ სხვა ფორმატი, ამიტომაც უბრალოდ დააზუსტეთ ხოლმე ზომა, რა ზომაში ვმუშაობთ და ხო, აქ არის ყველანაირი საშუალება, რომ შეიყვანოთ ეს ინფორმაცია. აქ არის გამზადებული პრისეტები, ანუ ასე ვთქვათ, სადაც ხო უკვე არის AUTHIS ფორმატიც და ვების ფორმატი და ასე შემდეგ, ან შეგიძლიათ უბრალოდ ჩაწეროთ თქვენი აქ უკვე ზომა. ოკეი, ესე იგი, დღესაც უბრალოდ სტანდარტული პოსტის ზომაზე ვმუშაობ 1080-1080-ზე და ზემოთ დავაწერთ სახელს პოსტერს ვთქვათ. ხო, ფორმატი გვაქვს RGB, RGB მარტივად რომ ვთქვათ არის ესე იგი ვებისთვის, რაც იდება ინტერნეტში და SMIC არის დასაბეჭდი ფორმატი. ხო, ზომები გვაქვს პიქსელში და ნუ აქ არის ასევე orientation, ანუ უბრალოდ ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური იქნება ჩვენი ფაილი, ამ შემთხვევაში უბრალოდ კვადრატული იქნება. ხო, ჯერჯერობით სულ ეს არის და უბრალოდ ვაჭერთ create. ხო, ამით ესე იგი ჩვენ ვხსნით საწყის კვერცხს, Photoshop-ის საწყის კვერცხს. სადაც მე პირადად ბევრი რამე არ მაქვს ხოლმე გამოტანილი. ძირითადი რაც მე პირადად გვჭირდება ეს არის ლეიერების პანელი, ხელსაწყოების პანელი და კონტროლის პანელი უკვე ზემოთა პანჯერაში. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ყველა ამ დეტალის დამატებაც შეიძლება ნებისმიერ დროს, თუ რამე კიდევ პანელების დამატება გჭირდებათ, უბრალოდ ჯერჯერობით ჩემთვის ეს საკმარისი არის. ოკეი, ესე იგი დღეს ჩვენ ალბათ შემჩნიეთ Heineken-ზე გვექნება პოსტერი, პოსტერს ავაწყობთ Heineken-ზე და აქ არის ყველა ის მასალა, ასე ვთქვათ, რაც მე წინასწარ მოვაგროვე ჩვენი პოსტერის ვიზუალისთვის. ოკეი, ესე იგი, დავიწყებ უბრალოდ ამ დეტალების შეტანით და პროცესში მეგობრებო გაჩვენებთ როგორ უნდა ამოვჭრათ ეს დეტალები, როგორ უნდა დავამუშავოთ ეს ყველაფერი და როგორ ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს მე. ხო, ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ მონიშნით, საკმაოდ ბევრი მონიშნის ხელს გვაქვს Photoshop-ს, განსაკუთრებით ყველაფერი გამარტივდა ამ ბოლო წლებში, რაც დაემატა ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ პირდაპირ გვაქვს მაგალითად object selection tool-ი, რომელთაც პირდაპირ ობიექტი ინიშნება, რაც ძალიან კომფორტულია, მაგრამ ვისაც ეს ხელს არ გვაქვს, უბრალოდ შეგვიძლია კლასიკური ვერსია გამოვიყენოთ quick selection tool-ს. ხო, მე მაგალითად მირჩევნია რომ იმის ნაცვლად რომ მოვნიშნო ეს შიდა სივრცე და რაღაც მონაკვეთი რომ არ გამომრჩეს, ეს ხელსაყრელი უფრო მარტივად აღიქვამს თეთრ სივრცეს, ოკეი? პირდაპირ მოვნიშნავ თეთრ სივრცეს და შემიძლია select-ში, ანუ მონიშნაში პირდაპირ შევადრიალო inverse-ით, ანუ ეს შემიმონიშნა და ანუ თეთრის ნაცვლად შეტრიალდება და მარტო ეს ბოთლი იქნება, კილა იქნება მონიშნული. შემდეგ ესე იგი უნდა დავამუშავოთ ჩვენი მონიშნა, ამისთვის ნებისმიერ ხელსაწყოზე, მონიშნის ხელსაწყოზე ვაკლიკებთ select and masks და შეგვიძლია აქვე ოპციებში შევარჩიოთ ფონი, რომ დავინახოთ რა გვაქვს მონიშნული. ხო, გამჭირვებას პროცესი ავწევ. ხო, დაინახეთ, ცოტა მივაზმებ რომ დაინახოთ. ხო, აი თუ დააკვირდებით გადასვლა, რაც ახლა არის მონიშნული, ჩვენ შეგვიძლია ეს გადასვლა გავასუფთავოთ, უფრო გავალამაზოთ. უბრალოდ ოდნავ მოვარბილოთ ეს გადასვლა. მოვუმატოთ კონტრასტი და
ფიქრობ შეიძლება ასევე ცოტა შიგნით შემოვწიოთ ეს პიქსელები. ამით რა თქმა უნდა ცოტა ვჭრით თვითონ ან სურათს, მაგრამ ჩემს ჯობს რომ ოდნავ უფრო მეტი მოიჭრას, ვიდრე დარჩეს გარშემო აი ასეთი პატარა თეთრი კონტურებით, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ჩემს ალბათ დამეთანხმებით. ვაჭერთ უბრალოდ OK-ს და მოდით ბარემ კლავიატურას გავაზიარებ, რომ დაინახოთ ხოლმე რას ვაკლიკებ. Okay, ესე იგი. ხო, ნუ აქ უბრალოდ აცი ამას დავაკოპირებ. შეგიძლიათ გააკეთოთ ეს edit-ში copy-ით და paste special და paste in place, ანუ უბრალოდ კლავიატურით ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს, Ctrl-C, Ctrl-Shift ვარი კომბინაცია. ხო, შემდეგ ამას გადმოვიტანთ აქეთკენ და ნახეთ როგორც კი გადმოაქვს იმავე დროს ვაკონვერტირებ smart object-ად, რომ დაპატარების დროს და შემდეგ ნუ გაზრდის დროს უბრალოდ ხარისხი რომ არ დაკარგოს ჩვენმა სურათმა. Okay, ცოტა უფრო სწრაფად გავაკეთებ, რაც უკვე შემდეგ მონიშნებს, რომ ბევრი დრო ამაზე არ დავხარჯოთ. შემოვიტანოთ ქვიშა. ახლა ასე. ხო, მე ასევე მირჩევნია ხოლმე რომ მუშაობა დავიწყო ასე ვთქვათ ახალი ლეერებით და ჯგუფებს ვქნი ხოლმე წინასწარ, რომ შემდეგ მარტივად განვალაგო ყველა ეს დეტალი. ზოგი სხვანაირად მუშაობს, მაგრამ მე ასე მეკომფორტულება, თქვენც ასე გირჩევთ. დავარქოთ თავის სახელი. ასევე ლოგო დაგვჭირდება და ტექსტი, ეს აუცილებელი იქნება. ხო, ნუ ლეერებზე ალბათ ხედავთ, რომ ჩაშლის ფუნქცია აქვს თვითონ ლეერს და თუ ცარიელი უბრალოდ ხო ასე გამოჩნდება. კიდეში background ჩამოვწევ ქვემოთ და მოდით სხვის სურათით ჩავსვათ. დაახლოებით ასე. Okay. ხო, ესე იგი, პირველ რიგში როცა ამ დეტალებს ასე ვთქვათ, შემომაქვს, ჯერ ვფიქრობ იმაზე, რომ რამდენად სუფთა არის ყველა ეს დეტალი, რამდენად სწორად მაქვს განლაგებული ყველაფერი ლეერში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ დეტალს გავაკეთებ, მით უფრო ასე ვთქვათ, დაიდვირთება ეს ყველა დეტალი. Okay, ხომადი პრინციპში ამ ორ დეტალს დავამუშავებ, უბრალოდ ამ კილას ცოტა დავაპატარავებ, დაახლოებით აი ასე. ასევე შეგვიძლია შევქმნათ გაიდები, გაიდებსაც ვაკეთებ ხოლმე იმის, რომ სწორად განვალაგო დეტალები, უფრო უბრალოდ მეხმარება ამაში. ამით შევდივართ view-ში, guide-ში და new guide layout-ში. ხო, ნუ აქ უბრალოდ ნებისმიერ რაოდენობას მივუთითებთ, ჩემ შემთხვევაში იქნება 12-12-ზე. ვფიქრობ, okay არის. და განვალაგოთ ეს დეტალი. ხო, ასევე შეგვიძლია ეს გაიდები შემთხვევით რომ არ აიწიოს ან გადაიწიოს თავისი ადგილიდან, უბრალოდ view-ში guides და log guides გავუკეთებ, რომ ეს აღარ გადაადგილდეს. Okay, ესე იგი, აცი ჩვენ აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ცოტა უფრო რთული გადასვლა. Სამით აღკვებით ასე იყოს. და ესე იგი, ვეცდები ეს ქვიშა უბრალოდ მოუჭრა ზომაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფორმატია და ამდენი უბრალოდ არ გვჭირდება. და დაახლოებით ამ მონაკვეთზე. ხო, უბრალოდ lasso tools ავირჩევ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სიზუსტე არ დამჭირდება, და მგონი უფრო ბუნებრივიც გამოვა. და ზემოთ ამ მონაკვეთს მოვნიშნავ. ხო, შევატრიალებ კვლავ მონიშნას. და უბრალოდ ხო, ესე მოვჭრი ამ ჩვენს სანაპიროს ზოლს.
დაახლოებით ასე. ოკეი, ესე იგი, ხო, ესაც ხება ჩვენ სანაპირო ზოლს. აწი როცა უკვე ჩვენ მოვუჭერით ეს ზოლი და აქ გვაქვს მასკი. ანუ მე ეს მოვუჭერი მასკი, კიდევ ერთხელ გაჩვენებ, ნახეთ, შევადრიალე ეს მონიშნა და გავაკეთე layer მასკი. layer მასკი უბრალოდ შლის, ასე ვთქვათ, ვიზუალს, ჩვენ შეგვიძლია ფუნჯით მაგალითად ეს ვიზუალი კვლავ ან წავშალოთ შავი ფერით, ან აღვადგინოთ თეთრი ფერით, ამ ორ ფერში მუშაობს მასკი. თუ მაგალითად სურათზე გადახვალთ, აქ უბრალოდ კლასიკური ფერები იქნება. და მოდით უბრალოდ ამ ზემოთ მონაკვეთსაც წავშლი ამ მასკზე. პირიქით. ასე, ოკეი. და აწი მასკი და სურათი არის დალინკული, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ეს ლინკი, რომ რამეა დაგჭირდეს, შეგვიძლია ცალკე მაგალითად მხოლოდ მასკი დავადგილოთ, როგორც ჩვენ დაგჭირდა. ლექციაზე. ასე ხარ? ლექციაზე. ოკეი. ესე იგი, ახლა ნახეთ რა შესაქმე. აქ უბრალოდ ზემო მონაკვეთზე არის საკმაოდ დაბლარული ეს მონაკვეთი, რაც მე დიდად არ მომწონს, ამიტომაც ვფიქრობ, შეგვიძლია აი ეს მონაკვეთი უბრალოდ დავაკოპიროთ. ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ ქვიშას დავაკოპირებ, ჩავაკლიპინგებ პირველივე სურათში და უბრალოდ ავწევ ამ სურათს აი ესე ზემოთ. დაახლოებით აი ასე. უბრალოდ იმის რომ ტექსტურა უკეთესად ჩანდეს. ხო, თუმცა layer-ზე ყველაფერს წავშლი. დაახლოებით აი ასე. და ფუნჯით მხოლოდ აი ამ მონაკვეთს შევავსებ, სადაც მინდა რომ ტექსტურა გამოჩნდეს. დაახლოებით აი ასე. ოკეი. კონი ნორმალური არის. ხო, რაც ეხება ესე იგი კილაზეც იგივეს გავაკეთებ, უბრალოდ აი აქ სადაც მიდის ეს ქვიში, ასე ვთქვათ, სოლივით. ჩვენ შეგვიძლია ცოტი აქეთ გვერდზე განმოვწერთ ეს მონაკვეთი დაახლოებით ასე. და ჩამოვწიოთ ეს ჩვენი კილა ცოტი ქვემოთ. დაახლოებით ასე. ოკეი. ოკეი, დაახლოებით ასე კონე ოკეი იქნება და აქაც უბრალოდ კილას ისევ მოვჭრი ლასო ტულით. ხო, ამის ეკეთება ზუსტად შეიძლება უფრო, თუმცა ჯერჯერობით ჩემთვის საკმარისი არის სრულიად. ხო, აი ეს მონაკვეთი პირიქით დასაბრუნებელია, იმიტომ რომ პიქსელები ჩანს. დაახლოებით ასე. ოკეი, რა მგონი ოკეია. ამ მომენტზეც ჯერჯერობით ლინკს გავთიშავ, რომ თუ დამჭირდეს ოდი გადაადგილება, კილა გადაადგილდეს და ქვიშა კვლავ ასე დარჩეს. და სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო მეტსაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის ამ მონაკვეთზე. დაახლოებით ასე. დაახლოებით ასე, ხო, რომ რამეა ეს კილა ეს ქვემოთაც დაიმალოს უპრობლემოდ. ოკეი, ესაც ხება კილას, მოდით ქუცად შემოვიდან. დაახლოებით ასე. ხო, აქაც უბრალოდ quick selection tool-ით მოვნიშნავ, რომ ყველაზე სწრაფი ხელს ვარ ჩემი აზრით. პრობლემა უბრალოდ არის ის, რომ აი ასეთი დეტალები შეიძლება გამოგჩეს, ამიტომაც უბრალოდ Alt-ის დაჭერით, ან მინუსით ამ მონაკვეთს უბრალოდ წავშლით. კიდევ რამდენი დეტალი იქნება, აი აქაც და შესაძლოა ხო, ну აი ზემოთაც არის დასახვეცი ეს მონაკვეთი. შეიძლება polygon lasso tool-ით გავაკეთოთ ეს. დაახლოებით ეს. ესე იგი, შემდეგი იგივეს ვაკეთებთ, უბრალოდ მოვარბილოთ, ეს მონიშნა, კონტრასტი ავწიოთ და ცოტათი შევწიოთ პიქსელები შიგნით. კვლავ დავაკოპიროთ.
და აქვე დავაკონვერტირებ როგორც smart object-ად. სახელსაც შევუცვლებ. ოკეი, უბრალოდ ჩავსვათ საწი ჩვენს პროდუქციაზე და მოდით ავსვათ ასე ჩვენი კუდი. და მგონი შეგვიძლია ასევე შევატრიალოთ, უბრალოდ მარჯვენა დაკლიკებით და flip horizontally. და ცოტა უფრო დავამტყოთ ესეთ სტილს. ოკეი. მოდით ასე, ოკეი, იქნება. ხო, მგონი ასე ოკეი არის. და ნუ შეგვიძლია ასე ცოტა ზომაში დავარედაქტიროთ. ოკეი, დაახლოებით ასე. ხო, ნახეთ, უბრალოდ ჩვევაში მოგვს დასეირება, მაგრამ უკეთესია დასწრიში გააკეთოთ ხოლმე ეს და არა როგორც მე ახლა. მოდით ეს ფაილი დავასეივოთ, რომ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ გქონდეს შენახული ჩვენი სამუშაო ფაილი. უბრალოდ დესკტოპზე დავასეივებ როგორც Photoshop-ის PSD ფორმატს. და ვაჭერთ OK-ს. ანუ ფაილი save as და უბრალოდ შენახვა. ამით ძალიან დიდი სირთულე არის. ოკეი, ესე იგი. ჩაჭდა მაგრამ არ აღშავს. ესე იგი, ამ დეტალსაც ფაქტიურად იგივენაირად მოვნიშნა, უბრალოდ განსხვავება აქ არის ის, რომ ნახეთ პატარა პრობლემური დეტალი გვაქვს აქ. ნუ პირველ რიგში Alt-ით აი ამ მონაკვეთებს უბრალოდ წავშლი, რაც არ მჭირდება. დაახლოებით ასე. ამას უბრალოდ ამოვჭრი Ctrl+Z და Shift Ctrl+Shift+V. და შემდეგ ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია აი ეს მონაკვეთი უბრალოდ შევავსოთ. მე მეჩვენი უბრალოდ lasso tool-ით დაახლოებით ეს პატარა ზიგზაგებით შეგვიძლია შევავსოთ ეს ვიზუალი. უფრო ბუნებრივს რომ დაემკვანოს. და პირდაპირ ეს მონიშნა შეგვიძლია შევავსოთ content aware fill-ით. ვაკლიკებთ fields, აქედან შეიძლება იდეაში და უბრალოდ content aware ნებას მონიშნული და ვაჭერთ OK-ს. არ აღშავს, ნორმალური არის. შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ ჩემს საკმარისი არის ჯერჯერობით. შეიძლება რა თქმა უნდა მონიშნოთ კონტროლით თვითონ აი ეს ვარსკვლავი რომ მონიშნული იყოს მარტო აქ და მაგალითად შტამპით გადააკოპიროთ რაღაც კონკრეტული მონაკვეთები თუ ცოტა უფრო აი მუქი ჩამოქება თუ გინდათ ამ მონაკვეთს, მაგრამ არ ამგონი ახლა ეს გვჭირდებოდეს, ასეც საკმაოდ ნორმალურია. ოკეი, ესე იგი ეს გვაქვს fish და ამასაც დავაკონვერტებ, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს და გადმოვიტანთ აქეთკენ. ჩვენს ძირითად სამუშაო ფაილში. ისევ მოვაჭერთ Ctrl+S და უბრალოდ ვაპატარავებთ ამ მონაკვეთს. ხომებით. მგონი ეს ოკეია. ოკეი. ხომებით ასე საკმარისია. უკვე რაღაცას დაემგვანა, თუმცა დიდი განსხვავება არის ხოლმე უბრალოდ შემოდანილ ფაილებს შორის და მე უკვე დასრულებულ ვერსიას შორის. ესე იგი, მოდი დავამატებ ფარემ ბექგრაუნდზე, ვფიქრობ რომ უკეთესია ხოლმე როცა ყველა დეტალი გვაქვს ცალ-ცალკე, იმიტომ რომ უფრო მეტი კონტროლი გვაქვს ვიზუალზე. ამ შემთხვევაშიც მე მეჩვენია რომ უბრალოდ ეს ცის ვიზუალი ასე ვთქვათ ჩავმატო ახლიდან, იმიტომ რომ ორგანიზაცია საკმაოდ მუქი ისეთი ფერმკრთალი არის და ლურჯი მონი უფრო მეტად მოუხდება. ახლობით ასე. ხო, აქაც მოვნიშნავ ზემოთ ამ მონაკვეთს და დავაკლიკებ ისევ მასკს. ეს მასკი ასევე იმის ვჭირდება, რომ თქო უნდა ვიპოვო პირველ რიგში ეს ჰორიზონტის ზოლი პირველ რიგში. თუმცა ასევე შემიძლია უბრალოდ მაგალითად soft brush-ი ავერჩიო და ეს გადასვლა სულ ოდნავ მოვარბილო. დაახლოებით ესე.
აი ეს შეიძლება რამდენჯერმე გადავატაროთ, ცოტა უფრო ისეთი რბილი გადასვლა გქონდეს ჩვენს ჰორიზონტის ხაზს. ხო, აქაც ლინკს გავთიშავ, რომ უბრალოდ თავისუფლად ამოძრავოთ ეს ცის სურათი. ოკეი. ხო, შემდეგი მოდით ეს პალმებიც ამოვჭრათ. კიდევ ერთ ხაზს გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ მარტივად ამოჭრათ. ანუ მაგალითად, აქ ცოტა რთული იქნება უბრალოდ quick selection tool-ით მონიშნა, იმიტომ რომ შეიძლება არ აღიქვას ყველა დეტალი, იმიტომ რომ აქ ჭრილებიც არის. ამიტომაც შეგიძლიათ select-ში მონიშნოთ color range, ანუ ამ ფერის, ასე ვთქვათ, ხო, ეს ფერი და მისი ინტენსივობა უბრალოდ მონიშნოთ აი ამ პატარა მონოკვეთში ზემოთ. ხო. იდეაში თვალით ვუყურებ ხოლმე რამდენად ჩანს ეს მოჭრილი მონოკვეთი. და ხო, ნორმალური გამოვიდა და აქაც უბრალოდ მონიშნული არის თეთრი მონოკვეთი, ჩვენ კიდევ გვჭირდება ეს პალმა, ამიტომაც მონიშნოს შევადრიალებთ და უბრალოდ ისევ ამოვჭრით ჩვეულებრივად. Ctrl-Z. palms დავარქვევ. Ctrl-ით კიდევ ერთხელ მოინიშნება დეტალი და კიდევ ერთხელ დავამუშავოთ. ამ ყველაფერს ვიმეორებ, მეგობრებო, იმიტომ რომ მინდა რომ მაქსიმალურად სუფთა მონიშნა იყოს ყველა დეტალზე. კვლავ, ესე იგი მორბილება გვჭირდება, ცოტა კონტრასტი და შევწიოთ ეს ისევ შიგნით. ცოტათი, ძალიან არ გვჭირდება. ამასაც დავაკოპირებ და Okay. That's ჩვენი პალმები. This was ერთი მონოკვეთი. ამას დავაკოპირებთ და შევადრიალებთ. იდეაში ამის ბევრი ჩვენება დიახ არ სჭირდება. უბრალოდ სულ ცოტა შეიძლება ზემოთ ავწიოთ ფონისთვის. და ძალიან გვერდზეც კონკრეტულად შეჭდება. for a bit ასე. Okay. ხო, შეგვიძლიათ ეს მონოკვეთები დავბლაროთ. მე მომწონს ხოლმე ეს ეფექტი, იმიტომ რომ ცოტა ასე ვთქვათ, სივრცის შეგრძნებას ქმნის ხოლმე. თუმცა ამ სალ ბოლოში ვიზამ, ჯერ დანარჩენ დეტალებსაც შემოვიდა. ხო, შეგვიძლია ესე იგი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს ხელავი შორსად დავდგათ, ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ მე უბრალოდ მიჩვენია, რომ ეს დეტალიც უბრალოდ სივრცისთვის დაახლოებით ესე დაზუმებული დავტოვო. Okay, ესეც უბრალოდ იმის სჭირდება, რომ უბრალოდ სივრცე შეიქმნას და მგონი რადგან აქ მარჯვნივ გვაქვს სქილა, მარცხენა მონოკვეთში შეიძლება რაღაც დეტალით დაბალანსება, რომ სიმძიმე აქეთაც გადმოიწიოს. Okay, დაახლოებით ასე. Okay, ეს ეხება ჩვენს ხეს. ნახეთ, რომ მეტი ლეერი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ფერიც დავუმატოთ ხოლმე ლეერს, უბრალოდ მარჯვენა დაკლიკებით, რომ მარტივად გავარჩიოთ ხოლმე ერთ დღეს, რომ ხე არის და შეიძლება პროდუქცია, ესეთი ზონა ქილის ფერი იყოს. ეს რაც ეხება ჩვენს ქილას. Okay, შემდეგი დაგვრჩა აი ეს ჩიტი. თოლია თვალწვდები. და აქაც ნელ-ნელა ასე ფრთხილად მოვნიშნოთ ეს მონოკვეთი, რომ რაღაც ძალიან ბევრიც არ მოიჭრას დაახლოებით ეს. და ზედმეტებს პირიქით ამოვჭრით.
ცოტა ტექსტურასაც დავუმატებ. ეს. ოკეი. ხო, ფაქტიურად ყველა დეტალი შევიტანეთ. ჩვენს ერთად ვიზუალზე. და როცა ამ ყველაფერს შევიტანთ, შემდეგი უკვე იქნება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, რედაქტირება, რეტუშირება, ფერებს ჩავამატებთ, სტილებს და ასე შემდეგ, რაც უფრო ბუნებრივი გახდეს ჩვენი ვიზუალი. დაახლოებით ასე. მასაც ვაკონვერტირებთ და გადმოგვაქვს ესეთ ჩვენს სურათში. Daახლოებით ასე. ოკეი. სრულად გადავაკოპირებ, შეიძლება სხვა ჩამერსო, მაგრამ ბევრ დროს ამას ვერ დავხარჯავ. ერთი და მოდი კიდევ ერთი ავანცდ უფრო დიდი ზომის იყოს აქეთ. ხო, ასე მიმართულებით მიფრინავენ, ხო? ოკეი. ესე იგი ესაც დავამატებ ჩიტები. და მოდით ტექსტიც შემოვიტანოთ. ესე იგი ტექსტი მე უბრალოდ წინასწარ მაქვს გამზადებული. ну, ხშირ შემთხვევაში ამას copywriter წერს ხოლმე და ეს მე მოვიფიქრე და ამაზე უფრო კარგს ალბათ copywriter მოვიფიქრებს. თუმცა მგონი საკმარისი იქნება დღევანდელი თემისთვის. ხო, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ან ერთად დავწეროთ ეს ტექსტი, ან უბრალოდ მაგალითად დროას მონაკვეთი უბრალოდ ჩამოვაკოპირო და კიდევ ცალკე ჩავწერო. მე ასე მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო მარტივად ვაკონტროლებ დაშორებას ტექსტებს შორის. დავაკვირდით ასე. ფიქრობ შეგვიძლია ცოტა დავხაროთ ეს ტექსტი. ეს დახრილია. და დავაპატარავთ. ოკეი. და რადგან დროას მარტივად გადავწეროთ, შეგვიძლია უბრალოდ ზომაშიც გავზადოთ. ნახოთ ეს. ოკეი, ესე იგი, თითქმის ყველაფერი შემოვიტანეთ, ეს რაც ეხება ტექსტს. მეორე ტექსტიც გვაქვს. და მოდი ეს სხვა ფონტი იყოს. ოკეი. ეს მეორე ტექსტი და მოდი ლოგოტიპიც შემოვიტანოთ. ოკეი, ფაქტიურად ყველა დეტალი შემოტანილი არის, ყველაფერი დაახლოებით ისე განვალაგეთ, როგორც გვჭირდება. ავსრდი და ამ ტექსტს პირიქით ჩავწერებ. დაახლოებით ასე. ხო, რაც ეხება დეტალებს, ფაქტიურად ყველა დეტალი უკვე გვაქვს, ახლა ერთ-ერთი რაც დარჩა არის ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის დაბალანსება, რომ ცოტა ნორმალურ ვიზუალს დაემკვიდროს. ხო, როგორც ხედავთ, ლეერები დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი, ამიტომაც ვამბობ, რომ თავიდანვე ვშობს, რომ იყოს მაქსიმალურად
ყველაფერი ხო თავის სახელებით იყოს, რომ არ დავიკარგოთ ჩვენივე ფაილში. ახლობით ასე. პირველს რასაც გავაკეთებ ალბათ აი სულ ცოტა შეგვიძლია ამ კუდს დავუწიოთ ვთქვათ saturation-ი, ცოტა უფრო ფერმკრთალი მინდა გახდეს, იმიტომ რომ ნამეტანი ჩემი კონტრასტულია და არ მომწონს. ამას უბრალოდ კამერა raw filter-ში დავარეგულირებ. სულ ცოტა დავუწევთ saturation-ს, ახლობით ასე. Okay. ესე იგი შემდეგი რაც ჩვენ აქ დაგვჭირდება ეს არის ჭრილები. აცის შემდეგი რაც მე ვაკეთებ, როცა უკვე გვაქვს ყველა დეტალი საკმაოდ კარგად განლაგებული, ეს არის ჭრილები და სინათლეების დამატება. მე პირადად რა თქმა უნდა, ბევრი გზა არსებობს, შეიძლება ზოგადად უბრალოდ მაგალითად ეს ქილა დააკოპიროს და მაგალითად perspective tool-ით ან distort tool-ით უბრალოდ გადაადგილოს აი ეს დეტალი. და ასე დაამატოს მაგალითად ჭრილი, ხო? ან ზოგი მასე დაკეთებს, მე უბრალოდ ფუნჯებით ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ასე უფრო მეკომფორტულები. სავშლი და უბრალოდ ვემოთ დავუმატებ ჭრილს. ჭრილს ავიღებ ბარემ ამ ქვიშის ტონალობას, ვირჩევ პიპეტკით ამ ყველაფერს. და უბრალოდ soft brush-ით დაახლოებით. ხო, ნახეთ, რა თქმა უნდა, ახლა ეს არის სოციმედია პოსტერი და აქ მე რაღაც დეტალებს არ ვაკეთებ რეალისტურად. თუმცა არც მგონია, რომ ამის აუცილებლობა არსებობს სოციმედია პოსტერზე. იმიტომ რომ არავინ ახლა არ დაიწყებს ჭრილის შემოწმებას და მის კუთხეს, როცა რაღაც რეკლამას უყურებს. მინიმუმ მე ასე ვთვლი, რა ვიცი, თუ იმე აკვირდებით ხოლმე მოიწერეთ. დაახლოებით ასე. ხო, ნახეთ, სამაგიეროდ აი ცოტა ფორმის მიხედვით გავაკეთეთ ჭრილი. ბუნებრივია ჩემს საკმარისად. ხო, შემდეგ ესე იგი იმის რომ ეს ასე უბრალოდ ფერი არ იყოს ჩასხმული და ტექსტურაც დავინახოთ, ამ shadows გადავიყვანთ multiply-ზე, blending mode-ში, რომ ტექსტურაც გამოჩნდეს ამ ქვიშის. და opacity-ს, ანუ გამჭვირვალეობას დავაყენებ ალბათ 80%-ზე, დაახლოებით ასე. ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება ფუნჯით აქ კიდევ რაღაცების დამატებაც ვთქვი, ბილად შეიძლება ეს გადაიტანოთ. შეგიძლიათ მასკი გავუკეთოთ ჭრილსვე მაგალითად და პირიქით ამოჩავალოთ რაღაც მონაკვეთი, რომ ასე ვთქვათ, მარტო ესეთი ერთგვაროვანი ჭრილი არ იყოს და ცოტა რეალურს დავამყაროთ. ესაც ხება ამ ძირითად ჭრილს და ამ ერთლობას სიმართლე იმიტომ ვერჩევ, რომ მინდა რომ ლოგოტიპსაც ცოტა ფარავდეს და ცოტათი შეიძლება რა თქმა უნდა ვარბითად შევწიოთ აყურეთ. ოკეი. და შემდეგი არის თვითონ ქილაში ჩავამატოთ ჭრილები და ჰაილაიტები. აქ საკმაოდ ბევრ ჭრილს და ჰაილაიტს ვამატებ ხოლმე. ჯერ დავიწყოთ უბრალოდ ჭრილით, ხო? მაგალითად ეს მონაკვეთი შეგვიძლია ცოტა ჩავამოყოთ. multiply-ს დავაყენებ პირდაპირ, რომ დაახლოებით უკვე წარმოვიდგინო როგორი იქნება ეს ჭრილი. ხო, ცოტა უფრო ფუნჯს გავუსვდი და აქ შეგიძლიათ მაგალითად თვითონ ფუნჯზეც გამჭვირვალეობა დაარეგულიროთ, რომ ძალიან მკვეთრი არ იყოს ჭრილი, რომელსაც დაამატებთ. რა თქმა უნდა, არ გინათ მკვეთრი ჭრილი. თუ გინათ, პირიქით ბოლომდე აუწიეთ. ხო, დაახლოებით ასე. თუმცა ის ამას ხალხი გავაკეთებ. მირჩევნია ქილის ჭრილი კიდევ ცალკე იყოს. ესე იგი ეს გვაქვს. ლოგოტიპზე ვონთ წავშლი ამ ჭრილს, რომ ლოგოტიპი მაქსიმალურად მკვეთრი იყოს. დაახლოებით ასე. ესე იგი რაღაც იგივე ფერს ვიღებ პირდაპირ ქილიდან დაახლოებით
და რა მგონი კარგად იმუშავებს ამ შემთხვევაში. დაახლოებით ასე და multiply-ზე რო დააყენებთ ეს background-ის ტექსტურასაც გამოაჩენს. Okay-ა. რა თქმა უნდა, აქაც შეგვიძლია გამჭვირვალებას დაუწიოთ პირველ layers და მაგალითად კიდევ დაამატოთ pro კვეთრი მუქი ფერი, დაახლოებით ასე. რაც ასეთი რომ რაღაც კიდევ რაღაც ფენები იყოს ჭრილის. ამის კეთება ალბათ სულობამდე შეიძლება. ეს რაც ხება ჭრილებს, ქუდზეც დავამატებ ჭრილს. ოღონდ აქაც უბრალოდ ავიღებ თვითონ ქუდის ამ მუქ ფერს და ფერით ჩავამატებ რაღაც დეტალებს. დაახლოებით ასე. და აქაც უკვე multiply-ს დავაყენებ და გამჭვირვალებას დავუწევ. პრინციპში ეს ქვედა მონაკვეთი შეიძლება გავუშვათ ესე და მოდი ვთქვათ, რომ აქ უფრო ნაკლებია ეს სინათლე. ხო, რაც რო დიდ ფონტს ვიღებთ, რა თქმა უნდა, უფრო ვთქვათ, სუბუქად მუშაობს ეს ჩვენი ეფექტი. და ზოგ შემთხვევაში ძალიან გვადგება. რაც უფრო პატარა ფონტია, მით უფრო მჭიდროდ იქნება, ასე ვთქვათ, ეს ჭრილი დასმული. დაახლოებით ასე. ხო, გონია რომ ასე უკეთესია, იმიტომ რომ სულ ჭრილის გარეშე ნამეტანი ღია ფერი არის რა. ოღონდ ნახეთ, აი ახლა გონია რომ აქ ცოტა ძალიან მუქი არის ცენტრში. ამიტომაც უბრალოდ საშლელით, საშლელსაც გამჭვირვალებას დავუწევ და ოდნავ ცენტრში ეგ გავაღიავებ 1-2 დაკლიკებით. დაახლოებით ასე. Okay, ეს შემეც საკმარისი არის. ცოტა მგონია რომ შეიძლება ამ სტილის კიდევ გაღიავება და აქაც მოდი იყოს 80% ეს ჭრილი რომ თლად მუქი ფერი არ იყოს. ესე იგი ეს რაც ხება ჭრილებს, ხო მოდი აქ დავაწერ beer cans რომ დაინახოთ. აცი უკვე ჭრილების გარდა დავამატებ highlight-ებს. Broad L-ს ვაწერ ხოლმე, broad lights ასე ჩათვალეთ. და მოდით ჩავასხათ უკვე აქ highlight-ები. შეგიძლიათ ეს highlight-ები ჯერ უბრალოდ თეთრი ფერით დატესტოთ. ასე კონკრეტული ფერი მე ვარ არ მაქვს ხოლმე შერჩეული, უბრალოდ რაც შემეერთ უკეთესად მუშაობს. ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ახლოს ოფისე ის ქვიშა არის ხო, ახლოს უბრალოდ ქვიშის ფერს ავიღებ. ცოტა შეიძლება კიდევ გააღიავოთ ეს ქვიშის ფერი და შემდეგ უკვე ჩაასხათ ეს ფერი აი ამ მონაკვეთზე. და აქაც დაამატებთ overlays, რომ თლად მარტო ფერი არ იყოს. ხო, თითქოს დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ამ დეტალებს საბოლოოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. Okay. როგორც გითხარით, აქ ბევრ ჭრილს დავამატებ. ზოგი იქნება ფერადი ჭრილი. რაღაცებს თუნდაც არ არსებულ ფერს უბრალოდ ვამატებ ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ შეგვიძლია უბრალოდ პალეტრაში შემოვიტანოთ ეს ფერი. ცოტა უფრო მოწითალო მოსტაფილოს უფრო ტონალობა შემეერთ საინტერესო იქნება. და მოდით ავუწიოთ brightness. რო გავაღიავოთ ეს ფერი მარტივად რომ ვთქვათ. და აქაც კიდევ ერთხელ ეს შემოვიტანთ ამ ფერს. დაახლოებით ეს. ორივე მხრიდან. ხო, აქ თავად ძალიან ბევრი არ მოგვივიდეს. ამიტომაც ვაკეთებ ხოლმე რამდენიმე layer-ით, რომ მარტო ერთი ფენა რომ არ იყოს რა. და გამჭვირვალებასაც ვარეგულირებ ხოლმე. ხო, შეჯობებით ასეთი არის და მოდით ცოტა უფრო ღია ფერით ჩავამატოთ აქ. Okay. მგონია რომ ჯერჯერობით okay არის ეს ყველაფერი.
ცოტა შორიდან შეგიძლიათ ჩაამატოთ ეს ფერი, რამე არ მოგწონთ პირიქით ამოშლით, არ არის დიდი პრობლემა. და ხო, ბოლოს რაც ვაკეთებ ხოლმე არის, ანუ ყველა ეს ლეერი მე მაქვს ჩაკლიპინგებული აი ამ ჩვენს ქილაში. თუმცა აწი მე კიდევ დამატებით უბრალოდ lights დავაკეთებ, როგორც უბრალოდ ბლიკივით. შეიძლება ბლიკი დავარქვათ, უბრალოდ პირდაპირ ზემოდან ვხატავ ხოლმე ამ ფერს. ცოტა ვიცი სიგიჟეც შეიძლება ჟღერდეს ზოგიერთ დიზაინერისთვის, მაგრამ შემეც პატარა რაოდენობით, აი ეს პატარა სხივით საკმაოდ ლამაზად ჩანს ხოლმე. უბრალოდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთოთ და მარტო იმ მონაკვეთებში, სადაც დარწმუნებულები ხართ, რომ იმენ მაქსიმალურად highlight-ი მისაღები იქნება. ხო, ამას ხო, და მოდი აქაც overlay-ზე დავსვამ ამ სტილს. რაც სინათლის პროცესი. Okay, ესე იგი. ანუ დაახლოებით ასე. Okay, ესაც ხება ამ ბლიკებს. Qz-ს ერთ-ორ ბლიკს დავამატებ. ხო, იმედი გახსოვთ, აქ რეალიზმთან არ გვაქვს მეგობრებო საქმე, უბრალოდ რაც ჩემერთ არის უფრო ლამაზი, ისევ ვცდილობ ხოლმე გავაკეთო. ჯერჯერობით ასე გამოგვდის ეს ყველაფერი. Okay, ესაც ხება highlight-ებს. ვფიქრობ, კიდევ შეგვიძლია ცოტათი background-ი გავაღიაროთ დაახლოებით აი ამ მონაკვეთში. და დავამატოთ მაგალითად უბრალოდ ეს light-ი, ხო? რამდენიმე light-ის, ანუ სინათლის დამატება შეგვიძლია. შეგიძლიათ უბრალოდ მაგალითად თეთრი ფერი ერჩიოთ. მგონია რომ ლოგიკურია ქილის უკან ამის ეკეთება. შეიძლება შეთვალოთ თითქოს აქ მზის სხივები ჩანს, ხო, რაღაც დაახლოებით ასეთი. ოღონდ რა თქმა უნდა გამჭვირვალება ცოტა დაწეული უნდა იყოს. overlay-ზეც დავტესტავ. მგონი hard light-ი okay, უბრალოდ ორჯერ ჩავს. დაახლოებით ასე. Okay. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის light effect-ით. და სულ ცოტა ფერსაც შემოვიტან ამ ყველაფერში. სულ ცოტა ფერს. დაახლოებით აი ასე. ოღონდ ცოტა შორი დამისა ამ ყველაფერს. ნახეთ, ანუ მარტო აი პირდაპირ ცენტრში არ ვატყებებ ამ ფერს, უბრალოდ სულ ცოტა გვერდიდან რომ სურათი უფრო თბილი გამოვიდეს. ხო, რაც ხება სითბოს, მგონია რომ ქვიშად შეიძლება ცოტა ფერადი იყოს, ესე რომ ვთქვათ, და აქაც ამ ფერს ჩავამატებ, ამასაც გადავიყვან soft light-ზე. აი დიდი განსხვავება შეიძლება არ არის, მაგრამ მგონია რომ ასე უფრო თბილი ფერი გამოვა. აქაც გამჭვირვალებას ცოტათი დავუწევთ. და რაც ეხება პირიქით მაგალითად შეგვიძლია solid color-ი ავირჩიოთ. ცოტახანი გავუთიშავრო ფერი ავირჩიო, ლურჯ ფერს ავირჩიო და ჩავაკლიპინგებ აი ამ background-ზე. ოღონდ აქაც multiply-ზე დავაყენებ და გამჭვირვალებას დავუწევ. ანუ ერთ სიტყვით უბრალოდ აი ამ ცას ცოტა უფრო თავის ამ ლურჯ ფერს დავუმატებ კონტრასტისთვის. დაახლოებით ასე. ხო, ესე იგი, ეს რაც ეხება ამ დეტალებს, აქ ტექსტი აშკარად კითხვადი საკმარისად არ არის. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია background-ზე უბრალოდ ცოტათი ფერი ჩავასხათ პირდაპირ ქვიშაზე, მაგალითად shadow-ს დავაწერ კიდევ ერთხელ. და აქაც დიდი ფუნჯით ცოტა შორიდან შეგვიძლია ცოტა უფრო პატარა ფუნჯითაც რომ თლად ზევით რო არ ავიდეს ეს ფერი. უბრალოდ რომ ეს ტექსტი საკმარისად კითხვადი იყოს. და ისევ multiply-ზე რომ ტექსტურა არ დავკარგოთ, რაც არ უნდა ტექსტურა იყოს იქ. ხო, ესე იგი, ესაც ეხება ჭრილებს და განათებას. მგონი რომ ამ ხეზე შეგვიძლია ცოტათი ცოტა მუქი ფერი ჩავასხათ. დაახლოებით ასე.
რომ ესეც ცოტა კონტრასტული გამოვიდეს. ხო, დაახლოებით ეს, ცოტა სიმძიმეს ვუმატებთ, ისეო. და აი წეგანას გეუბნებოდით, შეგვიძლია აცი უკვე რაღაც დეტალები გავბლაროთ, ბლარის ეფექტი, ანუ ბუნდოვანი ეფექტი დავამატოთ. აქაც შეგვიძლია მაგალითად უბრალოდ შევიდეთ ფილტრში, ბლარი და გაუშენ ბლარი დავამატოთ. დავამატებ ამ შემთხვევაში 5 ან 6 pixels. იცი რა, მგონი 4-იც ოკეი იქნება. და იგივეს გავაკეთებთ პალმებზეც. მგონი აჩის ხელი აქვს აწეული, თუ რამე კითხვა გაქვთ, მეგობრებო შეგიძლიათ იკითხოთ. და აქაც იგივეს ვაკეთებთ. ცოტა უფრო პატარა ბლარით. ну, ამან უკვე მოკლედ დავბლარო. ხო, ესაც ეხება ბლარს, შეგვიძლია სულ ცოტა აი ეს ჩიტების სილუეტიც ამოვიყვანოთ, ამიტომაც ამ სამ layers სამ ჩიტს დავგრუპავ. და აქაც კვლავ ჩავასხავ hairs. ახლა ეს. ანუ ამასაც ცოტა დავუწევთ სინათლეს. ხო, ესე იგი, ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უკვე დასმული გვაქვს. ჭრილებიც ჰაილაიტების თავის ადგილზეა. და შეიძლება ითქვას, რომ აი ბოლო ჭრილებში შტრიხი რაც არის, უკვე კიდევ ცოტა ფილტრებს დავამატებ. ესე იგი, რაც ეხება ფილტრებს, ანუ ტექსტი და ლოგო ნახეთ, ცოტა ხანი ამათ ჩავაკრობ, რომ უბრალოდ მარტო სურათი დარჩეს. ცოტა ანუ ეფექტებს გავაკეთებ დამატებით. ფიქრობ, რომ კარგი იქნება უბრალოდ სინათლის დამატება და ამასაც ვაკეთებ საკმაოდ მარტივად, მეგობრებო, უბრალოდ ვიჩევ თეთრ ფერს, შეგიძლიათ სულ ცოტა ტონალობა ჩაამატოთ. დააყენოთ ეს soft lights-ზე, მაგალითად, მოდი soft lights-ზე ვცადოთ. და ხო, შეგიძლიათ ჯერ მასკში წაშალოთ ეს ფერი და შემდეგ ფუნჯით უბრალოდ shift-ის დაჭერით, აი ეს პატარა სოლებივით შექმნათ. ხო. რა თქმა უნდა, ბოლოს ამ სხივებსაც ცოტათი წაშლით იქ სადაც საჭირო არ იქნება. უბრალოდ გონე რომ ეს კიდევ უფრო მეტ სივრცეს ამატებს, თუნდაც არაბუნებრივი იყოს ეს ჩვენი ჭრილი. უბრალოდ სინათლე. შემდეგი არის შეგვიძლია კიდევ ცოტა სიმყუდროვე დავამატოთ და ასე ვთქვათ ფოკუსით დავიჭროთ ჩვენს ვიზუალზე. ცოტა ჩავმოქოთ ჩვენი ვიზუალი, დავაყენოთ multiply-ზე და ნახეთ ხო, peripheral swatches აი ეს ჭრილის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ამას არ აქვს. და ჩავთავ guide-ებს და ნახეთ აი ამ მონაკვეთში ხო უბრალოდ ცენტრში ფუნჯით წავშლი სამეთ ხო აი პირიქით თუმცა არ მაშულა ხო ხო ესე იგი ფუნჯით უბრალოდ წავშლი ამ შინა მონაკვეთს ეს ამჟამად დავაკლიკებ რომ გადასვლაც და უფრო მკვეთრი იყოს და ზომაშიც აი ესე გავსვდი ამ მონაკვეთს. ნახეთ და უბრალოდ შეგვიძლია სულ ოდნავ გარშემო ჩავამოქოთ აი ეს ჩვენი ვიზუალი. ოკეი, როცა უფრო მეტი ფოკუსი იყოს ცენტრზე. ხო, ესე იგი გვაქვს highlight-ი და გვაქვს ჭრილი. ბოლო დეტალი კიდევ რაც შეგიძლიათ დაამატოთ არის noise-ი. შეგიძლიათ solid color-ში უბრალოდ აირჩიოთ თეთრი ფერი. შეგიძლიათ ფილტრში დაამატოთ noise და add noise და ნუ დარწმუნდით რომ გაუშენ ბლარი აქვს შერჩეული. შემდეგ რაც საკეთებთ, ეს არის პატარა ბლარს ამატებთ, ნუ მე ასე ვაკეთებ ხოლმე 0.3 ბლარს ვამატებ და ამას ვაკეთებ უბრალოდ რომ სულ ცოტა უფრო რბილი იყოს აი ეს პიქსელების გადასვლა. ხო, ამას ავწერებ noise და აქაც უბრალოდ ვაყენებ ამ ყველაფერს multiply-ზე. ნახეთ, ანუ აი ეს noise ეფექტი გადაედო, რაც უბრალოდ ნამეტანი მკვეთრი არის, ასეთი მკვეთრი არ გვჭირდება.
ხო, ამიტომაც უბრალოდ დავუწევთ ალბათ 30%-მდე. ხო. და ეს პატარა ტექსტურას ამატებს. ახლა ნახეთ. ეს არის ჩვენი ეფექტები. თუმცა ეფექტებამდე კიდევ მინდა რომ კიდევ ერთი ფენა არის. ნახეთ, ეს უკვე ცოტა ბოლო დეტალები არის უკვე, რასაც ვაკეთებთ ხოლმე უკვე ასე ვთქვათ პოსტერის დასასრულში. დასაწყისში ამას ვერ გააკეთებთ, რომ აზრი არ აქვს. აწი უბრალოდ ფილტრი და ლოგოტიპი და ტექსტი მაქვს გათიშული, აი ეს ბოლო დეტალები და ის სურათი რაც ახლა გვაქვს გაკეთებული, უბრალოდ გავაერთიანებ ამას Shift Control Alt S დაჭერით, ოკეი? ანუ ამით უბრალოდ ყველა ზემოთ ყოფ layers ვაერთიანებთ. ხო, დავაჭერ აქ უბრალოდ დავაკლიკებ Finals, დავაწერ იმედია Final არის. დავაკონვერტებ Smart Object-ად, რომ რამეა ეს ფილტრი შემდეგ დავარედაქტირო. ხო, ფილტრში ვირჩევ Camera Raw Filters და უბრალოდ ამომყავს დეტალები, ოკეი? ანუ აქ შეგიძლიათ კონტრასტი დაარეგულიროთ, როგორც ჩათვლით, რომ უკეთესად გამოიყურება. მაგალითად, მე მგონი რომ შეიძლება აქ ცოტა saturations, ანუ სფერის სიმკვეთრეს დავუკლოთ, რომ შემდეგ კიდევ შეიძლება ფილტრის გადაედოს ამ ყველაფერს, რომ უფრო ერთ ფერში იყოს ეს ყველაფერი. ხო, ამას უბრალოდ თვალით ვაკეთებ ხოლმე. ხო, მგონი აქ რედაქტირება არ ჭირდება. ცოტა ეფექტებში ტექსტურას ამოვიყვან და clarity-ც ფაქტიურად ტექსტურასავით მუშაობს ჩემი აზრით. დაახლოებით აი ასე ოკეია. ოკეი, ამას ვაჭერთ ახლა ოკეის. და ხო, შემდეგ ვამატებთ effects და სხვა შორის როგორც გითხარით, ნახეთ, effect შეგვიძლია კიდევ აი ეს უკვე მართლა ბოლო დეტალი არის, ვამატებთ photo filters. აქ შეგიძლიათ ფერი აერჩიოთ ამ photo filters. თუმცა მგონი ახლა რაც არის, ისედაც საკმაოდ უხდება. დაახლოებით ასე. დავაჭერთ ოკეის. ხო, აი თუ შეამჩნევთ ყველაფერი ცოტა რაღაც ერთ ტონალობაში ჯდება და ხო, მგონი ფინალამდეც მივედით დაახლოებით ასე. ხო, აი უბრალოდ რომ ნახოთ ფილტრის და ამ ეფექტების გარეშე ყველაფერი გაცილებით უფრო ბრტყელი არის დაახლოებით ასე და ფილტრით და ჩვენი ეფექტებით ყველაფერი გაცილებით უფრო ასე ვთქვათ ცოცხალი არის. ყველა საჭირო ფერიც ამოყვანელია. გონი ეგ არის, რა ვიცი. იმედია მოგეწონათ. ჩავედით ბოლოში. გიო, ზღვის სპოჩერს აი ეგ გამოცა, ნახე. ვუყურებდი და მეთქი მე გამოვტოვეთ, მე გავიხსენე. არ აქ ჭრილი გამორჩა მეგობრებო, სპოჩერს, რაც ამოვიწდა ამ ვარსკვლავზე, მაგრამ ხო, ნუ აქაც იგივე პროცესი არის მეგობრებო, უბრალოდ ჩაამატებთ ჭრილს, როგორც წინაჯერზე გავაკეთეთ ეს ყველაფერი, დააყენებთ აქაც multiply-ზე. დაახლოებით ასე. და სხვა შორის ნახეთ, თქვენ იმის საშუალებაც გაქვთ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაარედაქტიროთ. აი ახლა მეკითხელი ხო? ნახეთ, აი უბრალოდ ჩააქრობთ აი ამ ფილტრს, ამ სურათს, რაც გვაქვს, ამ ლეიერებსაც გათიშავთ და ამ ახალ ჭრილიან ვიზუალს უბრალოდ კიდევ ერთხელ დააკოპირებთ, დააკონვერტირებთ და შეგიძლიათ პირდაპირ დააკოპიროთ ის ზემოთა ფილტრი და ამ ყველაფერს უბრალოდ ჩართავთ. ხო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ დეტალების შემდეგ დარედაქტირება. აი ამ ჭრილისაც და ასე შემდეგ. დაახლოებით ასე. ოკეი. მას შეიძლება რომ ჰეინგს მოიწონოს, ანუ ეგეი დიზაინი რა რო გააკეთო. გავუგზავნოთ. შევთავაზოთ. ძალიან მაგარია, აი საერთოდ სხვა ეფექტებს ხლა განსხვავებასაც გვანახებ თუნდაც 2-3 ნაბიჯით უკან. იმხელა ეფექტი აქვს, ძალიან მაგარია. მეგობრებო, რა თქმა უნდა, დამწყებ დიზაინერს. პირდაპირ ესე შეიძლება ვერ მიუხვდეს, რომ კიდე შეიძლება დამუშავება, მაგრამ თანდათან გამოიმუშავებთ ამაზე არ იდარდოთ. გაკვეთილი ჩანაწერს გამოგიგზავნით კი. კი ბატონო, ახლა გაჩვენებთ დასატესტო ვერსიასაც დაახლოებით როგორი იყო და
თუ გინდა თქვენს ნახეთ პირველ და მე ბოლო ვერსიას გაჩვენებთ როგორი იყო. ხო, აი ნახეთ იდეაში რა თქმა უნდა ეს გაზონები დავტესტე ეს ყველაფერი და უბრალოდ რომ ნახოთ რამხელა განსხვავება აქვს აი ყველა ამ პატარა დეტალს მთლიანობაში. აი ეს იყო ასე ვთქვათ მონახაზივით, რაც დასწრებში, მონახაზით არ იყო, მაგრამ ჩანაფიქრი და როგორც ხედავთ ძალიან დიდი განსხვავება არის ფერებშიც და ამ პატარა ძრილმანებში. ხო, აქ კიდევ ეს კიდევ დამუშავებულია, მაგრამ ხო, ეს თვით საბოლოოდ ეს არის. მეორე უფრო მომწონს ახლა რაც გავაკეთე სიმართლე რო ვთქვა. ეს უფრო ლამაზ დიზაინია. გამომედი, იმიტომ მეტი დროს ახლა დავუდგე. ფაქტობრივად ფერი ერთი საათი და მეტი ხანია რაც ამ კონკრეტულ ეს პოსტერზე უმუშაობ. ძალიან მაგარია. მეგობრებო, ვისაც არ მია თუ შეიძლება მიკროფონი. ვისაც არ გინახავთ თქვენ გიორგის წინა მასტერკლასები, ხვალ ჩანაწერთან ერთად წინა მასტერკლასების ლინკებსაც გაგიზიარებთ და შეგიძლიათ იმათაც უყუროთ და ესე დაწვრილებით საუბრობს ძალიან კარგი ტემპით, გასაგებად. შეგიძლიათ ამაზეც კომენტარი გაგვიკეთოთ და შეგვაქოთ, გაგვიხარდება. გისმენთ, ჩართეთ მიკროფონი და შეგვაქეთ. ჯერჯერით. თან კითხვა დასვით. თან კითხვა დასვით. და ხომ არ ესწრებით ისეთი, ვინც უკვე ხართ გიოს ჯგუფში, რომელიც მალე დაიწყება, თან გადავამოწმებთ თარიღს ამასობაში. თარიღი არის 17 თებერვალი. სულ მალე 4 დღეში, მეგობრებო. ორშაბათს და ხუთშაბათს ტარდება შეხვედრები საღამოს 8-დან 10 საათამდე. ჰიბრიდული კურსი არის, შეხვედრების გარკვეული ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ სივრცეში იქნება შეხვედრა, თუმცა ვინც ვთქვათ თბილისში ან საქართველოში არ იმყოფება, ჩვეულებრივად ონლაინ ჩაერთვება. კურსი გრძელდება 2.5 თვე, სულ 18 ლექციისგან შედგება და მოკლედ მთლიანობაში მთელი აქცენტები გაკეთებულია იმაზე, რომ აი ესე იმუშაოთ სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის ფინალური პროექტი არის ძალიან საინტერესო, არ ვიცი ანიტა თუ აქ არის, თუ აქვს შესაძლებლობა, თუ სურვილიც აქვს გაგვიზიაროს ფინალურ პროექტზე მუშაობამ რა მისცა აი ამ მთელი კურსზე შეძენილი ცოდნის შემდეგ. აქ ვარ ფინალურ დამუშავარი გქონდა one pager-ი, ანუ გავუკეთებინა ლოგო, ბრენდინგი და უდიდესი გამოცდილება იყო, რომ ეს როგორც აკეთებენ რეალურ ცხოვრებაში, როგორც მუშაობენ, ზუსტად ეს პროცესი გავიარეთ და ახლოს მივედით მაგ ყველაფერთან და დაახლოებით მივხვდი როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რაღაც მომცა და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და მაგის მე კიდე დავიხვეწე და კიდე ვმუშაობ მაგ ყველაფერზე და სულ გავიზარდო. მაგრამ გიორგიმ ძალიან ბევრი რაღაც შემძინა და ძალიან კარგად ყველაფერი. კი, ისე კარგად შეგძინა და ისე კარგად გაგიწია რეკომენდაცია, თანაც რომ სმარტაგადამით გუნდშია მეგობრებო უკვე რამდენიმე კვირა. მადლობა გიორგის და მაკას კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო და ზოგადად არც ერთი ტალანტი არ ვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა და ზოგადად ჩვენი კარიერის გუნდი ცალკე არის კიდევ, რომელიც მუდმივად ანუ ეს ამოცანა აქვს, რომ სტუდენტები მოამზადოს, კურსდამთავრებულები მოამზადოს დასაქმებისთვის ეს როგორც დახურულ შეხვედრებს მოიცავს, ასევე გასაუბრების სიმულაციას და ყველანაირ უკავშირს, რაც შეიძლება დაეხმაროს სამსახურის მაძიებელს რეალური გასაუბრებების წარმატების ჩახურვაში. ან კარგი გაკვეთილების წამოღებაში, იმიტომ რომ თითოეული გასაუბრება გარკვეულ გამოცდილებას გვაძლევს, რომელიც გვეხმარება მომდევნო გასაუბრებების უფრო წარმატებით ჩახურვაში. კიდევ გისმენთ, რა მოგეწონათ მეგობრებო, ესეც რომ გაგვიზიაროთ შემდეგისთვის რაიმე ხომ არ გავითვალისწინოთ, რაიმე რჩევები ხომ არ გაქვთ? ხო, ნებისმიერ პირობითი დასტემურება. გისმენთ, ირმა. ირმას აქვს ხელი აწეული. თუ გსურთ, ჩართეთ მიკროფონი. თქვენი ხმა ახლა არის მის. და ისე ჩემი კატა შემოიწვა. ბატონო ისმის ხო ახლა? კი, ახლა ისმის. დიდი მადლობა პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო და ეს ეფექტები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ნუ სწრაფი იყო ახლა ვაპირებდი ჩაწერას, მაგრამ რახან იქნება კიდე. მე მინდა დავეუფლო ამ სპეციალობას. უბრალოდ შეკითხვა მაქვს, იმიტომ რომ ხატვა საერთოდ არ მეხერხება.
რამდენად მნიშვნელოვანია რომ ხატვა ეხერხებოდეს ეს ჩრდილების გაკეთება და რამე ეს როცა იცი უკვე ალბათ ისიც იცი როგორ გააკეთო და კურსის განმავლობაში თუ ისწავლება თვითონ ეს სად რა კარგი კითხვა არის, ხშირად დასმული კითხვა ასხაშა ერთ-ერთი ხშირად დასმული. მარტივი პასუხი არის, არ არის აუცილებელი ხატვა. ისიც შემიძლია, უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, უპირატესობა არის, როცა ხატვა შეგიძლიათ, იმიტომ რომ უბრალოდ ლოგიკური არის, რომ მსგავსი თემები არის აქაც, იმიტომ რომ ნახეთ, ხატვაში გვჭირდება კომპოზიცია, ფერები და ასე შემდეგ ეს დეტალები და ასევე გვჭირდება გრაფიკულ დიზაინში. თუმცა გრაფიკულ დიზაინში ჩვენ ყველაფერი უფრო გამარტივებული გვაქვს, ჩვენ გვაქვს ყველაფერი უკვე ხელსაწყოებით გაკეთებული. ხო, ანუ ყველაფერს ვაკეთებთ ხელსაწყოებით, გვეხმარება პროგრამა ამ ყველაფერში, ამიტომაც ასე ვთქვათ, ხატვის აუცილებლობა აღარ არსებობს ამ შემთხვევაში, იმდენად ყველაფერი არის გამარტივებული. თუმცა უკვე რაღაც შექმნილი ვიზუალის, თუნდაც ნახატის, რაღაც რედაქტირება და ასე შემდეგ, ამის ეს უნდა შევძლოთ მოკლედ და მინიმუმ ამას აუცილებლად ყველას ვისაც აქვს გავლილი ჩემი კურსი ეს შეუძლია რომ რამეა დაარედაქტიროს, იმუშაოს და თვითონ შექმნას ეს ვიზუალები. ანუ მოკლედ პასუხი არის არ არის აუცილებელი. ხო, უბრალოდ ყოველთვის იმას ვაყალებ ხოლმე რომ კარგი იქნება რომ უბრალოდ სცადოთ ხოლმე მინიმუმ მარტივი სკეჩების, მონახაზების გაკეთება, იმიტომ რომ უბრალოდ საქმეს გაგიმარტივებთ. და ჩვევაში უნდა გქონდეთ მაინც რა, იმიტომ რომ ხო დიზაინერი და სკეჩბუქი ასე ვთქვათ ერთი ნაწილივით არის. გიო, უნდა გთხოვო ციფრული ხატვის მასტერკლასიდან, რაც გაქვს სკეჩი და ნახატი, რაც გამოვიდა ბავშვებისთვისაც გვაქვს მეგობრებო ჩვენ კურსი და ზუსტად იქ ვაჩვენებთ ხოლმე, აი ესე ზუსტად ხელით ჩანახატიდან რა გზას გადის მერე საბოლოო ციფრულ ილუსტრაციამდე და ბავშვებისთვის თემატურად შექმნილი ილუსტრაციები არ გაგიკვირდეთ, საკმაოდ ბავშვურები არის, მაგრამ ძალიან მოგეწონებათ. ერთ-ერთი ბოლო არის ჩემი საყვარელი, სადაც საყვარელია. თევზით და ნახეთ როგორი არის არა დეტალიზებული, რა თქმა უნდა, უბრალოდ მონახაზი, პროპორციები, რეფერენსებს ვიყენებთ და ანუ ყველა ნუ მე ეს ციფრული ხატვის კურსზე არის ლაპარაკი, მაგრამ ისე ეს შენახაზები არა მარტო ილუსტრაციებზე, რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება დიზაინზეც გამოგადგეთ, თუმცა როგორც წერა თქვი, არ არის ამის აუცილებლობა. უბრალოდ პროგრამაში შეგიძლიათ იმუშაოთ და შექმნათ ნებისმიერი დიზაინი. ნუ ხა ისე დაემთხვა რომ ილუსტრატორიც ვარ, ასე რომ ხო, მე მეხმარება ეს. და უპირატესობა რა თქმა უნდა არის. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გამარტივდება ხელსაწყოების გამოყენება და არც დაგჭირდებათ უკვე აგოიტინეთ რა ხდება ხოლმე ბავშვების ტრენინგზე, როდესაც ასეთი რაღაცების ხატვას ასწავლის. ნამდვილად. ბავშვებისთვის გვაქვს ცალკე ციფრული ხატვის კურსი, არ გვაქვს კონცეპტ არტის კურსი, რომლის მასტერკლასიც სხვათა შორის ჩაინიშნა და იქნება მალე ერთი წამით გეტყვით, ზუსტად როდის არის, ახალი მასტერკლასები დაგვემატა. 20 თებერვალს არის, როგორ შევქმნათ პერსონაჟი, სხვათა შორის ვაპირებთ, რომ შევქმნათ Smart Academy-ის პერსონაჟი. ამ მასტერკლასზე. ხო და ნახოთ რა გამოვა, ასე რომ დარეგისტრირდით და მანდაც გელოდებით. მანამდე კი ვინც გადაწყვეტ უშუალოდ გრაფიკული დიზაინის სწავლას გელოდებით გიოს კურსზე 17 თებერვლიდან. მადლობა თეონა ბოლომდე დასწრებისთვის. ნინის უნდა ბავშვების კურსზე. ირმა გისმენთ. ყველას ხო, კიდე ეს შეკითხვა მაქვს, რომ აი ამ სამი პროგრამიდან Photoshop, Illustrator და InDesign წერან როგორც ახსენეთ. და რომელი გიწყებთ თქვენ და რომ რეკომენდებული როგორ არის? ნახეთ, ჩვენს კურსში ძირითადად გავდივართ უფრო დიდი დატვირთვით არის Photoshop და Illustrator-ი. InDesign არის გაცილებით უფრო პატარა პორციით, ასე ვთქვათ, თუმცა როცა ჩვენ უკვე ვიცით Photoshop და InDesign-ი, უბრალოდ Illustrator-ი, InDesign-ი უფრო მარტივდება. პირველ რიგში ვიწყებთ Photoshop-ით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ძირითად შეიძლება ითქვას დავალებებს ვაკეთებ მაინც Photoshop-ში. Illustrator-ი არის უფრო დასაბეჭდი მასალისთვის და ხო, ჩემს ორივეს საკმაოდ თანაბრად გავდივართ. და InDesign-საც რაღაცა მონაკვეთს ვუთმობთ, თუმცა უფრო ნაკლები პროპორციით. მადლობა გასაგებია.
ხო, კიდევ კითხვები ხო არ გაქვთ მეგობრებო? ამ პროცესზე ან ნებისმიერი კითხვა? კურსთან დაკავშირებით თუ გაქვთ, ესეც გკითხეთ, როგორც თქვით, თითოეულ ლექციის შემდეგ დავალება გაქვთ და თითოეულ დავალებაზე იღებთ უკავშირს. შესაბამისად, რომელი სტუდენტი ვთქვათ რა ნაწილში საჭიროებს უკავშირს ამას ვამახვილებთ ყურადღებას და თქვენ ჯგუფში ფაქტობრივად უკვე სხვა დამსწრეების უკავშირზე დაყრდნობითაც იზრდებით. ყველაზე მთავარი კი ამ პროფესიაში ის არის, რომ თქვენ მხოლოდ ლექციაზე და დავალებაზე არ დახარჯოთ დრო, არამედ თვალიერებაზეც დახარჯოთ დრო. ანუ თქვენი ცხოვრების უკვე განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს თვალიერება, გემოვნების ჩამოყალიბება, ფერებზე დაკვირვება, აი თუნდაც ის რომ თქვათ ხატვა არ იცით და თქვათ ჩრდილებს არასდროს დაკვირვები ხართ და არ წარმოგიდგენიათ, სად უნდა გქონდეს წესით ფიგურას ჩრდილი. ესეც დაკვირვების მეშვეობით შეიძლება რეფერენსი ნახოთ, რეალური ფოტო ნახოთ და იქ დააკვირდეთ, ეს ძალიან აპრობირებული მეთოდი არის ასევე. მათ შორის თუ არ იცით თქვათ ხელი როგორ გამოიყურება, რეფერენსში აიღოთ ხელი კონკრეტულ მიმართულებით პირობითა და ასე ხო და ეს გადახატოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობთ თვითონ კურსზე და თითოეულ დავალებაზე მოცემული უკავშირი გაძლევთ საშუალებას, რომ უკეთესი და უკეთესი გააკეთოთ და ერთ და იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ. როგორ იქნება კიდევ უმჯობესი რომ გააკეთოთ, რეკომენდაციებს მოგცემთ ხოლმე გიორგი, რომ მაქსიმალურად რეალისტური მოსაწონი გავაკეთოთ და მალე დასაქმდეთ თუ თქვენი მიზანი დასაქმება, რა თქმა უნდა. შეიძლება მარკეტერი იყოს, ვინც კურსს გადის და უბრალოდ სურვილი აქვს, რომ ეს თულები შეისწავლოს, ეს ხელსაწყოები შეისწავლოს და გარდა მაგისა დიზაინერთან ურთიერთობა უფრო გაუმარტივდეს, რადგან უკეთ გაიგებს, რა გზის გავლა უწევს თითოეულ ნამუშევარს. კი, პროცესში ბევრ მასალასთან უიწევს მუშაობა. მე მაგალითად რეფერენსებს, ანუ რეფერენსში ბეძახის სურათს, რომელსაც ვიყენებ ნიმუშისთვის, ხო, შეიძლება ეს ლოგოტიპის დიზაინი იყოს, თუმცა უბრალოდ რაღაც სურათი გადავიღო, რაღაც ობიექტს და ეგაც გამოვიყენო როგორც ნიმუში, ასე რომ ხო, ანუ არ არის აუცილებელი ხატვა, უბრალოდ შეგიძლიათ სურათი აიღოთ და ეს სურათი გადააკოპიოთ შემდეგ პროგრამაში.